შემიძლია რომ ეს გავხდე. ისი? თუ გამოვიყენოთ აი ხო? აი ესე ხო? ანუ ეს არის ქუჩა. ეს არის დასავლეთი და გჭირდება პოლიტიკური პროცესი. ანუ ერთია შენ როდესაც გეხარ ქუჩაში და შექმნილი გაქვს კრიზისი, მეორეა როდესაც დასავლეთისგან იზოლაციას თვალსაჩინოს ხდი და სტატუს-კვო ლოიალისტები ხედავენ, რომ იზოლირებულია და ბიძინა ივანიშვილი ვერც შინალ ვერ ალაგებს კრიზისს და ვერც გარეთ და ნაბიჯი უნდა გადადგას ცვლილებისკენ, ხო? და ცვლილებას რა ჭირდება, რომ ალტერნატივა არსებობდეს და ალტერნატივა უნდა დაგანახოს პოლიტიკურმა პროცესმა. იმიტომ რომ როგორი აქტივისტებიც არ უნდა იყვნენ ქუჩაში და ულამაზესები და კარგები და მეტყველები, საბოლოო ჯამში მიდიხარ შენ არჩევნებში და ხმა უნდა მიცე ვიღაცას, რომელიც შენი წარმომადგენელი უნდა იყოს მერე ქვეყნის ხელისუფლებაში, ხო? და შენ გინდა არ გინდა ეს გჭირდება, ანუ პოლიტიკური პროცესი გჭირდება. არსებული პოლიტიკური პროცესი არის სრულიად გახსნილი უფეხო და დავინახეთ რა შეუძლია, ანუ გაბანკროტებულია, მაგრამ ეს ერთი მხრივ, ანუ აქაც როცა ცხოვრება ლიმონს გესვრის, ლიმონათი უნდა გააკეთო, ხო? კარგია რომ ეს ვითარებაა და ესეთი სიცხადეა და ურემი გადაბრუნა და მეტი ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ესეთი ძლიერი დაკვეთა ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესზე, ქვემოდან ზემოთ, ხალხის დაკვეთით მოძრავ და ხალხის ინტერესების გარშემო მოძრავ პოლიტიკურ პროცესზე არასოდეს არ ყოფილა და მე მჯერა დაკვეთის და მე მჯერა ბაზრის.